მოგესალმებით, მე ვარ მურმან მარგველაშვილი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ილიას უნივერსიტეტში მუშაობ 2014 წლიდან და მინდა ვთქვა, რომ მე ვარ ამაყი უნივერსიტეტელი, ამაყი იმით, რომ მე TSU დავამთავრე თავის დროზე და უმაღლესი ხარისხის განათლება მივიღე. დღეს მე ვარ ამაყი ილია უნელი, იმიტომ რომ აქაც ისეთივე აკადემიური სული ტრიალებს, ისეთივე შემართება არის განათლებისთვის, როგორც ჩემ ახალგაზრდობაში, ჩემ უდიდეს უპატივცემულეს პროფესორებისგან მინახია და მიმიღია. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ილიაუნის გადარჩენა ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რამ, იმიტომ რომ არ არის ბევრი ადგილი, სადაც ასეთი აკადემიური სული ტრიალებს, არ არის ბევრი ადგილი, სადაც ასეთი კვლევის ხარისხია და არ არის ამდენი ისეთი ადგილი, სადაც დინამიური განვითარება მიმდინარეობს. ერთი მარტივი რამეა ჩემთვის სანიშნამდობლივი არის, როდესაც ადმინისტრაციის დერეფანში გავli და ყველა კარები ღიაა. იმიტომ არის ღია, რომ ნებისმიერ შეუძლია შესვლა, რაღაც საკითხების დაყენება და დალაპარაკება და ეს არის აი შიგა ატმოსფეროს ერთ-ერთი მაჩვენებელი. ამიტომ ვარ მე ამაყი ილია უნელი. ეხლა მინდა რამდენიმე სიტყვით დავილაპარაკო განათლების ცოდნის მნიშვნელობაზე, რაც ჩვენნაირ მცირე სუსტ ქვეყანას უდგას. ჩვენ არ გვყავს საერთაშორისო დიდი მოკავშირეები და მხარდამჭერები, თუ ჩვენ არ მოვინდომებთ და მეგობრობას არ ვეცდებით, ჩვენ ბუნებრივი ესეთი სისხლით მოკავშირეები არ გვყავს. ჩვენ არ გვაქვს ძლიერი შეიარაღება, ბევრი ხალხი, დიდი ტერიტორიები და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ დაპყრობილი ნაწილობრივ, ჩვენ ვართ დიდი საფრთხეების წინაშე და ამისთან გარემოებებში იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანა გადარჩეს, როგორც ქვეყანა, რომ მან შექმნას მისი მოქალაქეებისთვის ამაყი დამოუკიდებელი არსებობის, კეთილდღეობის წინა პირობები. ამისთვის ყველა გონება, ყველა ცოდნა უნდა შემოვიკრიბოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილებებში ავსახოთ და სწორი გზებით ვიაროთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბეწვის ხიდები გასავლელი, თუ არ გვინდა გადავიჩეხოთ და თუ გვინდა რომ სამშვიდობოს გავიდეთ. განსაკუთრებით იმისთანა დაძაბულ სიტუაციაში შეგახსენეთ, ესე იგი, უსაფრთხოების გარემო სავსებით შეცვლილია და ძალიან ბევრად უფრო მკაცრია. ტექნოლოგიური განვითარება მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას, რომ არ ჩამორჩეთ და მოწინავე ქვეყნებში მაინც ვცადოთ, რომ ვიყოთ, ამას უდიდესი ძალისხმევა ჭირდება. კლიმატის ცვლილება იწვევს მიგრაციას, სოფლის მეურნეობის, ბუნების პირობების გაუარესებას, ბუნებრივ კატასტროფებს, უამრავ პრობლემას, რომელიც ჩვენ კი არა ყველა ქვეყნებს ექნებათ, სხვა ქვეყნებს შეიძლება უფრო მეტად და ეს გამოიწვევს მიგრაციას, რომელსაც ასევე მოვლა და ჩვენი ინტერესების დაცვა დაჭირდება. პოლიტიკა გახდა ბევრად უფრო პრაგმატული, ნაკლებად იდეალისტური, ყველას ინტერესების დაბალანსებით თავიანთ ინტერესებზე ფიქრობენ ქვეყნები და აი ესე ჩვენნაირ პატარა ქვეყანას, რა ვიცი, ძალიან დიდი ცოდნასთან ერთად სიბრძნე ჭირდება იმისთვის, რომ ამ სიტუაციაში მოვახერხოთ ჩვენი ინტერესების გადარჩენა და ჩვენი შვილების ამაყი დამოუკიდებელი ცხოვრების გადარჩენა. ამიტომ გვჭირდება ჩვენ ცოდნა, ამიტომ გვჭირდება ჩვენ განათლება და ეს განათლება და ცოდნა უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ამოცანებს და ქვეყნის ინტერესებს. ამისთვის და იმისთვის, რომ სწორი რეფორმა გამახორციელოთ, რეფორმა კი ნამდვილად არის საჭირო, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მაჩვენებლები გვაქვს ჩვენ ცოდნის თვალსაზრისით. მარტო მათემატიკა, წერა-კითხვა, უпростоრად
წაკითხულის შინაარსის გაგება და ბუნებრივი, ესე იგი, საბუნებისმეტყველო მეცნიერება, ქიმია, ფიზიკა, ესე შემდეგ 91 ქვეყნიდან ვართ მე-60-ე, 77 კითხვაში და 66-ე. ანუ კატასტროფული მდგომარეობა მომავალი თაობებისთვის. მე პირადი დაკვირვება შემიძლია გაგიზიაროთ, რომ მე ენერგეტიკაში მუშაობ, საერთაშორისო ფორუმებზე ხშირად დავდივარ და ასე შემდეგ და როდესაც ვაფასებ სხვების და ჩვენების დონეს, ხედავ ძალიან დიდ განსხვავებას. თუნდაც მე პირველად საზღვარგარეთ 90 წელს მოვხდი და თურქეთში ვიყავი გამართული ამაყი, ესე იგი მედიდური, ეს ზევიდან ქვევით უყურებდი, იმიტომ რომ შეუდარებელი ხარისხი იყო იმათი ცოდნის და ჩვენი ცოდნის იმ დროს. მას შემდეგ ეხლა პირიქით მდგომარეობაში ვართ. მე დარწმუნებული შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ დარგში მე ენერგეტიკაში მუშაობ. პირველი ცხოვრებით ფიზიკოსი გახლავართ. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ სპეციალისტებს 1-2 თავით ჯობიან მოლდოველებიც, უკრაინელებიც, ასე გასინჯეთ ყაზახები და უზბეკებიც. თქვენ წარმოიდგინეთ თურქმენებსაც საკმაოდ კარგი პროფესიონალები ყავთ ენერგეტიკის დარგში, რომელიც ჩვენთან შეიძლება ესე ადვილად ვერ იპოვოთ. ამას გარდა უამრავ სხვადასხვა სფეროში თქვენ ალბათ თვითონ აკვირდებით, რომ ძალიან დავარდნილია ხარისხი ცოდნის. ჩვენ შეწუხებული ვიყავით, როდესაც ჩვენ სამაგისტრო პროგრამებზე რა დონის ბაკალავრი დამთავრებულები მოდიოდნენ, როდესაც ენერგეტიკა დამთავრებულ ბაკალავრმა არ იცის ერთეულები ენერგიის და სიმძლავრის და ვერასწავლებს ერთმანეთისგან, თუმცა ენერგეტიკულ ორგანიზაციაში მუშაობს. ანუ ზოგადი დონე და ფონი საქართველოში პროფესიული ცოდნის და უნარების არის ძალიან მძიმე, დაბალი. ამას აჩვენებს თუნდაც იგივე განათლების რეფორმა, რომელიც ახლა ამ განხილვის პროცესშია კიდევ. ანუ სრულად არაპროფესიული, რომელსაც არ ახლდა არც სწორი პროცედურები, ან შეფასება ხარჯების და სარგებლების, ან შეფასება არსებობს ესეთი სტანდარტული კანონმდებლობით დადგენილი საჭირო მოთხოვნები, მარეგულირებელი გავლენის შეფასება. არის თუ არა ალტერნატივები, რომელიც უფრო მიგიყვანს ამ შედეგამდე, ან საერთოდ რა შედეგს ელი. აი ეს ყველაფერი არ იყო და ეს იყო რაღაცა ფარატინა ნამდვილად, სრულიად უხარისხო, სრულიად ალოგიკური და სრულიად დაუსაბუთებელი რაღაც ვითომ კონცეფცია, რომელიც ფაქტიურად აჩვენებს იმას, თუ როგორი მართვის დონე გვაქვს. და აი ეს მართვის დონე აისახება მერე ყველა დანარჩენ სპეციალობაზეც და ასეთივე მსგავსი დონე არის, იმიტომ რომ დიდი პრობლემა არის არა მარტო ცოდნის შექმნა და მისი გადაცემა, არამედ ამ ცოდნის გამოყენება. და თუ კი ცოდნას შექმნი და მას არავინ არ გამოიყენებს, ეს დაკარგული საქმე. ამ დროს ჩვენ გვჭირდება როგორი განათლება, ჩვენ გვჭირდება იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს უდგას. ჩვენ გვჭირდება ერთი მოქალაქე უნდა გავზარდოთ, რომელიც იქნება ქვეყნის პატრიოტი, რომელსაც ექნება უნარი და სურვილი და შესაძლებლობა თანამშრომლობის, რომელიც დაინახავს თავის ინტერესებს სხვებთან ერთად და დაპირისპირებით კი არ იქნება დაკავებული, არამედ იქნება თანამშრომლობით დაკავებული. ჩვენ პატარა ქვეყანას არ გვაქვს ფუფუნება იმისა, რომ ერთმანეთთან ვიყოთ დაპირისპირებული. ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც ექნებათ არა იმდანად ცოდნა ალბათ, როგორც ადრე იყო საჭირო, არამედ უნარები ამ ცოდნის შეძენის, ადაპტირების და განვითარების. ხელოვნური ინტელექტის პერიოდში საერთოდ თავდაყირადგება მთელი ეკონომიკა, უსაფრთხოება, ყველა სფერო ჩვენი ხელოვნებას. თქვენ წარმოიდგინეთ, ხელოვნური ინტელექტის დაწერილი მუსიკა არანაკლებ მომწონს ვიდრე ცოცხალი არტისტებისა. ყველაფერი იცვლება ძალიან სწრაფად და ეს ცვალებადობა კიდევ უფრო მოიმატებს ამის სიჩქარე
ანუ ყველაზე წარმატებული იქნება ის ხალხი, ვინც ამას სწორად მოერგება, გამოიყენებს და იქნება წინა ფრონტზე და არა ჩამორჩენილი. ოღონდ ეხლა ეს ჩემი ნალაპარაკები რო არ იყოს, ეს უნდა იყოს ქვეყნის მომავლის ხედვა უნდა არსებობდეს სადღაც, რომელიც ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ და ესეც მართვის პრობლემა არის. ჩვენ არ ვიცით ჩვენ ქვეყანას რა ამოცანები უდგას, საით მიდის, როგორი ეკონომიკა უნდა განავითაროს, როგორი უსაფრთხოებაში რა უნდა გააკეთოს, ტექნოლოგიურ განვითარებაში რა უნდა გააკეთოს და განათლება უნდა ერგებოდეს ამას. ჩვენ არ გვაქვს მაგალითად ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც იტყოდა თუ რა საფრთხეები ელის ჩვენ ქვეყანას და როგორ უნდა მოემზადოთ ამისთვის. შესაბამისად ამას უნდა მოერგოს შემდეგ განათლება. ჩვენ არ გვაქვს პრიორიტეტები მეცნიერებაში. მეცნიერებაში გვაქვს 85 პრიორიტეტი. ანუ არ ვიცი რამდენი წევრია აკადემიაში, ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ თვითონ შეიძლება ამდენი არც იყოს, თვითონ ერთზე მეტი პრიორიტეტი გაიტანა ამ ჩვენ აკადემიაში და ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა მარიცის საით მივდივართ. ამაზე ვახსენდება ერთი ჟვანეცკის აქვს კარგი გამოთქმა, თუ ტვინი არ აქვს, სადაც არ უნდა წახვიდეს, თუ ისე გამოდის, რომ წინ მიდიხარ. ხო და ესე მივდივართ წინ. ესეც არის კიდე ერთი ასახვა მართვის პრობლემისა, იმიტომ რომ მეცნიერების და განათლების მართვა ჩვენთან უკვე დიდი ხანია არ ხდება ფაქტიურად. ამისგან ისიც არის მაგალითად, რომ დაფინანსება განათლებისა და მეცნიერების განათლება შედარებით უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ 2020 წლის დონეზე არის გაჩერებული, მიუხედავად იმისა, რომ ნომინალური გამოხატულებით იზრდება თანხები, მაგრამ თუ რეალურზე გადათვლით, დაახლოებით იგივე არის, რაც 2020 წელში იყო. იგივე არის მეცნიერებაში. მეცნიერების დაფინანსება არის ჩვენთან მთლიანი შიგა პროდუქტის 0.3%, მაშინ როდესაც 10-ჯერ მეტია ევროკავშირში. და აი ერთი სარგებელი მაგალითად ევროკავშირთან დაახლოება რას უნდა გვასწავლიდეს, რომ განათლებაში, მეცნიერებაში ჩავდოთ რაც შეიძლება მეტი დაფინანსება. ერთი რამე დამავწყდა ამ რეფორმასთან დაკავშირებით, მისი უსისტემობა კიდე. ანუ სრული მოწყვეტა სასკოლო განათლებასთან, აი ეს რიცხვები მე რაც დაგესახელეთ მათემატიკაში და ფიზიკაში და კითხვაში, აი ესეთი მოსული სტუდენტისგან როგორ უნდა გამოიყვანო შენ ხარისხიანი ბაკალავრი, ეს ძალიან დიდი პრობლემა და გამოწვევა, ამიტომ არის უნივერსიტეტები წვალობენ, რომ პირველ წელს რაღაცა დონე აუწევენ ამ სტუდენტებს, ფაქტობრივად იღებენ სკოლის ფუნქციას. მეორე არის იგივე რეფორმის კავშირის მოწყვეტა მეცნიერებასთან. არანაირი ბმა მეცნიერების კი იქ არ ნათქვამი, რომ მეცნიერებაში პრობლემაა, ბმები არის საჭირო, მაგრამ ამის იქით არაფერი იქ არ არის ნათქვამი და ყველაზე მთავარი, რაც მარტო ამ რეფორმას ვერ დაბრალდება, არამედ მთელი მართვის პრობლემა არის, არანაირი ბმა არ არის ქვეყნის ამოცანებთან და გამოწვევებთან. ეხლა დაფინანსება აი მეცნიერებისა, რაც მე გეუბნებოდით 85%, ისიც არის დაფინანსება დისციპლინების მიხედვით. არის ერთი კონკრეტული დისციპლინა და იმაზე არის ძირითადად დაფინანსება გამოყოფილი. ამ დროს ჩვენ ქვეყანას ეს მწირე რესურსი, რომელსაც აქვს და აქედან კიდევ უფრო მწირეს ხარჯავთ, ხო, ამის ფუფუნება არ გვაქვს, ახლა ჩვენ ცალ-ცალკე დისციპლინები ვაფინანსოთ. ჩვენ და ქვეყნის ამოცანებზე მოვარგოთ ჩვენი განათლებაც და ჩვენი მეცნიერებაც და კონცენტრირებულად ქვეყნის ამოცანები გადავწყვეტოთ. ოღონდ როგორც ჩანს არ ვიცით ეს ქვეყნის ამოცანები რა არის. ეხლა მე ერთ მაგალითს მოვიყვან უკვე ჩემი სფეროდან, ენერგეტიკიდან. ჩვენ აქ ილიაუნიში დავიწყეთ ენერგეტიკული მიმართულება, გავხსენით სამაგისტრო პროგრამა, რომელმაც საფლაც 50-60 მაგისტრი გამოუშვა და
ენერგეტიკისადმი მიდგომა არის ერთი ნიშანდობლივი კიდე. ენერგეტიკა არის სწორედ ესეთი მიმართულება, მრავალდისციპლინური. ჩვენთან გაგებულია, რომ ენერგეტიკა არის ტურბინები, მაგალითად ჰიდრო, ან სადგურების აშენება, ან ელექტროგადამცემი ხაზები. მე შემიძლია გითხრათ, რომ საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოში თანამშრომლების 80-90% არ არიან ინჟინრები, არიან ეკონომისტები, ანალიტიკოსები, პოლიტიკის სპეციალისტები, რომლებიც ზევიდან უყურებენ ენერგეტიკას. და თავად ენერგეტიკა ეს არის როგორც ტექნოლოგიური მხარე, ასევე ეკონომიკური, იმიტომ რომ ენერგეტიკული ფასები და მისი უწყვეტობა განსაზღვრავს ეკონომიკურ განვითარებას და ადამიანების კეთილდღეობას, ანუ სოციალური მხარე. ეს არის გარემო, ეს არის საერთაშორისო და შიგა პოლიტიკა, თუ როგორ ურთიერთობას აწყობ რეგიონულს და როგორ უწყობ ხელს საერთაშორისო პროექტების განხორციელებას, ან შიგნით რა პრიორიტეტებს ამყარებ და გარემოს დაცვა მე მგონი თქვი, იმიტომ რომ ყველას მოგეხსენებათ ის პრობლემები, რაც ენერგეტიკასა და გარემოს შორის არის ჩვენ ქვეყანაში წარმოშობილი, ჩვენ გავხდით ესეთი გამორჩეულიერი ფესთან მებრძოლი ერი ვართ და ეს საბოლოოდ აზიანებს ჩვენ ქვეყანას. ესეც არის ერთ-ერთი შეიძლება შემოგდებული პრობლემა იმის მაგევრად, რომ თანამშრომლობა ვისწავლოთ დაპირისპირებას და ერთმანეთის მორევას, როდესაც 5 კაცი ვართ ამ ქვეყანაში სულ. ამიტომ აი ეს გამოწვევები ენერგეტიკაში ყველა ერთად დგას და იგივე გამოწვევა და პრობლემა ენერგეტიკის მართვის. აქ ჩანს ყველაზე უფრო გამორჩეულად, იმიტომ რომ ენერგეტიკა უპირველესად არის ასევე უსაფრთხოება ეკონომიკასთან ერთად. მაგრამ სანამ უსაფრთხოებაზე ვიტყვი, ეგეთ რამეს შეგახსენებთ. ჩვენ ქვეყანას აქვს წავებული საარბიტრაჟო დავები ენკასთან, რომელიც ახლა დაახლოებით 450 მილიონი დოლარია. წაგებული აქვს საარბიტრაჟო დავა ინტერრაუსთან, რაც დღევანდელი მდგომარეობით სადღაც 82 მილიონი დოლარია. ჩვენ რუსეთთან დადებული ხელშეკრულებით, გაზის ტრანზიტის ხელშეკრულებით, სხვადასხვა ექსპერტების შეფასებით დაკარგული გვაქვს საფრთხეისოდ 350 მილიონი დოლარი. აი ეს ყველაფერი რო შეკრიბოთ ერთ სულზე საქართველოში, ერთ ადამიანზე გამოდის 240 მილიონი დოლარი. ანუ 240 დოლარი, 650 ლარი დაახლოებით. ანუ სამ კაციან ოჯახზე დაკარგული გვაქვს და ეს ყველა არის ცუდი მართვის შედეგი, დაკარგული გვაქვს 2000 ლარი ერთ ოჯახზე. ყველა საქართველოში მაცხოვრებელს. ეს არის უბრალოდ მასშტაბი რო წარმოიდგინოთ. ეხლა კიდევ უფრო ჩავორმავდეთ 82 მილიონი დოლარი, რაც ინტერაუსთვის უნდა გადაგვეხადა. ეს რო ლარებში გადავიყვანოთ, არის სადღაც 220 მილიონი ლარი, რომელიც არის საქართველოს მეცნიერების დაფინანსების 3 წლის ბიუჯეტი. ანუ აი ამ ენკასთან ეს ვითომ ხურდაში წაგებული დავაში ჩვენ დავკარგეთ საქართველოს მეცნიერების 3 წლის ბიუჯეტი. თუ ამას გადაიყვანთ სტუდენტის დაფინანსებაზე, ახლა რასაც ვიხდით, ეს არის 24,000 ბაკალავრის გამოშვების ღირებულება. აი ეს ყველაზე პატარა თანხა, რაც გითხარით. აი ეხლა 450 მილიონი ენკასთან გადასახდელი გამრავლეთ ეს 5 ნახევარზე და იმასთან გაზპრომთან დაკარგული თანხა ეს კიდე გადაამრავლეთ თქვათ 4 ნახევარზე. აი ესეთ მასშტაბებზეა ლაპარაკი, როდესაც ფიქრობთ იმას, თუ რა ღირს სწორი მმართველობა ენერგეტიკაში. ოღონდ ეს მარტო ფინანსური ნაწილია, მე რასაც გეუბნებით. ეხლა არის ყველაზე მძიმე და ყველაზე რთული მაინც არის უსაფრთხოება. ამის ბევრი მაგალითია, ჩვენ ვერ
ვერც ერთი სტრატეგიული ობიექტი, არა გვაქვს გასაცავი, არა გვაქვს ჩვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ეს რაც შენდება, რაც თუ აშენდა, მაგრამ მე მგონი მაინც ჯერ არ შენებულა. რამდენად ჩვენია და რამდენად სხვისი არ ვიცით. არა გვაქვს ვერ ავაშენეთ ვერც ერთი წყალსაცავენი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ჩვენ უსაფრთხოებას დაიცავდა. ვერ ავაშენეთ 430 მეგავატიანი თბოელექტროსადგური, რომელიც გაზს დაგვიზოგავდა და ტყუილა არ გავფლანგავდით. ანუ უამრავი დანაკარგი გვაქვს აი ესეთი სტრატეგიული მნიშვნელობის, რაც ჩვენ სახელმწიფოებრიობას არ უწყობს ხელს, უშლის ხელს. ეხლა კიდე ერთი ძალიან მძიმე მოვლენა ხდება, ეს არის ენგურჰესი მოგეხსენებათ, ეს არის ჩვენი ენერგეტიკის მთავარი საყრდენი. ეს არის აფხაზებთან და აფხაზეთთან დამაკავშირებელი ფაქტიურად ერთადერთი ყველაზე მძლავრი კავშირი, რომელიც აფხაზების და ჩვენ საერთო ინტერესებშია. ამის ხელში ჩაგდებას დიდი ხანია ცდილობდა რუსეთი და 2008 წელში კინაღამ ჩაიგდო ხელში, რომ არა აფხაზების წინააღმდეგობა ეხლა შეიძლება ეს რუსების მართლობაში ყოფილიყო. აი ახლა ბოლო ხანს გამოცხადდა, რომ ენგურჰესიდან 500 თანამშრომლის გაშვებას აპირებდა. ეს თანამშრომლები არიან ძირითადად ხალხი, ვინც ცხოვრობს გალის რაიონში, საბერიოში და მიმდებარე სოფლებში, რომლებიც იქ არიან ამ სამუშაოთი დამაგრებული და ფაქტიურად წარმოადგენენ ერთგვარ ფარს ჩვენი ენგურჰესის და აფხაზეთში ჩვენი ყოფნის ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენენ. ეხლა ვის ინტერესებში უნდა იყოს ამ ხალხის გაშვება და ამაზე თანხის დაზოგვა? ეს არის მე მგონი სტრატეგიული დიდი შეცდომა და კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ენერგეტიკაში არასწორი მართვა. ეხლა დაუბრუნდეთ ილიაუნის და ჩვენ რას ვცდილობთ ამ მიმართულებით რომ გავაკეთოთ. როგორც გითხარით, განათლების დანიშნულება უნდა იყოს, რომ ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდეს, კონკრეტულად თუ ენერგეტიკაზე ვლაპარაკობთ, აქ ჩვენ არა გვაქვს საინჟინრო სპეციალობა, არამედ მართვის და შესაბამისად ქონდა სამაგისტრო პროგრამა, რომელმაც 2017 წელს გამოუშვა პირველი სტუდენტები და შემდეგ გამოუშვა სადღაც 50 სტუდენტი. ეს იყო უნიკალური სამაგისტრო პროგრამა, რომელშიც იყო როგორც გარემოს დაცვა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ტექნოლოგიები და ფაქტიურად ქმნიდა ადამიანებს, რომლებსაც შეეძლო აი ამ ყველა მიმართულებით კვალიფიციური ანალიზი, კვალიფიციური დასკვნების გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება, ასევე პროექტების მართვა. ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მიმართულება, რომელსაც ვავითარებდით და შემდეგ გადავწყვეტეთ, რომ ამ პროგრამის საფუძველზე დაგვეწყო უკვე საერთაშორისო მასშტაბის ინგლისურენოვანი პროგრამა. აი კიდევ ერთი თავისებურება, ახლა როდესაც ვაპარაკობთ რეფორმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტუდენტების ყოლა და საერთაშორისო პროგრამების ქონა, გაცვლითი პროგრამების, ორმაგი პროგრამების და ასე შემდეგ. აი ესეთი ახალი სამაგისტრო პროგრამებით, ამაზე გიორგი ლაპარაკებს ჩემს მერე, ჩვენ ვფიქრობდით, რომ შეგვექმნა რეგიონული მნიშვნელობის მიზიდულობის ცენტრი, სადაც მოამზადეთ შესაბამის სპეციალისტებს და დამერწმუნეთ, ჩვენ ურთიერთობა გვაქვს როგორც რეგიონში, ასევე მის გარეთ პროფესიონალებთან, უნივერსიტეტებთან და დარწმუნებული ვართ, რომ ამის პოტენციალი გვაქვს და ამის შესაძლებლობა გვაქვს, მათ შორის ჩვენი კვლევებიდან გამომდინარე, მათ შორის ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე. ილიაუნიში ასევე ჩვენ გვქონდა და ვაგრძელებთ სემინარების ციკლს. ერთი დიდი პრობლემა საქართველოში არა მარტო ენერგეტიკაში ეს არის, რომ პროცესები განხილვისა, პროცესები მსჯელობისა, პროცესები
დასკვნების გამოტანის, შეფასებების და კრიტიკის ერთმანეთის ფაქტიურად მე ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა არ ვიცი, რომ სადმე ხდებოდა. ჩვენ აი ესეთი სემინარები ქონდა, სადაც ენერგეტიკის ყველაზე აქტუალურ წვრილ საკითხებზე ქონდა ხოლმე ლაპარაკი. აი ბოლო ხანსაც ქონდა ერთი პრობლემა, მაგალითად ენერგეტიკული უსაფრთხოებაზე ყველა ლაპარაკობს, არავინ არ იცის რა არის ენერგეტიკული უსაფრთხოება საქართველოში. ხო და ისევე როგორც მართვაში, ენერგეტიკაში ზოგადად მართვაში, ენერგეტიკაშიც მინდა გითხრათ, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების მთავარი პრობლემა არის, რომ მასზე არავინ არ მუშაობს პროფესიულად იმ ეშელონებში, სადაც უნდა ხდებოდეს ამის შესახებ მუშაობა. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ აი რთულია მიაწოდო ინფორმაცია და იმიტომ რომ კითხვებს არ swam, ყველას აქვს პასუხი. ერთადერთი პრემიერ-მინისტრი იყო, რომელიც კითხვებს swamდა ერთი-ორჯერ დასვა შეკითხვა აი ამ მთელი დამოუკიდებლობის პერიოდში. ხო და შესაბამისად მინისტრებიც, იმიტომ რომ ის გადაწყვეტილებები მე რაც გითხარით, მინდა გაზპრომთან დადებული ხელშეკრულებები, მანამდე სოკართან, რომელიც ჩვენ არ ვიცით და ასე შემდეგ, ესეც არის არაპროფესიული გადაწყვეტილებები, რომელიც არაპროფესიონალების მიერ არის მიღებული. და ამას ჭირდება მიხედვა. ხო და შესაბამისად ამას რომ მიხედო, უნდა იმსჯელო, უნდა ილაპარაკო, უნდა სწორი გზები მოძებნო და ასე შემდეგ. ჩვენ ვაკეთებთ კვლევებს, ჩვენ გვაქვს პოდკასტები, რომელსაც შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ის გვერდზე, ილიანის. ჩვენ გამოვეცით წიგნები და მინდა ყოველთვის ვცდილობ, რომ შესაძლებლობა გამოვიყენო აი ამ წიგნზე გავამახვილო თქვენი ყურადღება, ეს არის სისტემებით აზროვნება. და მინდა ყველას მოგეწოდოთ, რომ არ დაიზაროთ, გინდათ ინგლისურად, გინდათ ქართულად ეს წიგნი მოძებნეთ, წაიკითხეთ, იმიტომ რომ ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის რამ, რომელიც თანამედროვე ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებულ დინამიურ სამყაროში გვასწავლის თუ როგორ ვიფიქროთ სისტემებით და არა ფრაგმენტულად და როგორ შევხედოთ კომპლექსურად პრობლემებს და ვცადოთ მათი გადაწყვეტის მოძიება. უფრო მეტიც ის გასწავლის იმას, რომ პასუხისმგებლობა აიღო, როდესაც შენ მარტო პატარა კუთხეს უყურებ და იქ რაღაცას ცდილობ რომ მიაღწიო, შენ ფაქტიურად პასუხისმგებლობას არ იღებ მთლიანზე. ეს გასწავლის რომ მთლიან შეხედო და მაშინ უკვე სხვანაირად ხარ განწყობილი. მათ შორის შენი თავის მიმართ, შენი გარემოს მიმართ და მოდი პირდაპირ ვთქვათ, შენი ქვეყნის მიმართ. და ეს წიგნი იწყება ესეთი ფრაზით, რომ თუ კი მოხდება ხელისუფლების დამხობა, მაგრამ არ შეიცვლება აზროვნების თარგები, ახალი ხელისუფლება გააკეთებს ზუსტად იგივეს, რასაც აკეთებდა წინა. და რამდენად მართალია, ეს თქვენ თვითონ შეაფასეთ, მაგრამ აი ამ წიგნის წაკითხვას ნამდვილად გეჩვევთ. ეხლა მუშაობთ უნიკალურ სახელმძღვანელოზე, რომელიც იქნება ენერგეტიკული ტექნოლოგიების სახელმძღვანელო და რომელიც გამოადგება ყველას, ვისაც შეხება აქვს ენერგეტიკასთან და ენერგეტიკასთან შეხება აქვს უამრავ იურისტს, ეკონომისტს, ბიზნესმენს, პოლიტიკის ანალიტიკოსს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სწორედ აი ესეთი ხალხის გაზრდა გვჭირდება. და მოკლედ კიდე ბევრ საქმეს ვაკეთებთ. და გვინდა რომ გავაგრძელოთ კარგად, იმიტომ რომ ეს ჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს ჭირდება ყველას, მათსაც, ვინც ენერგეტიკაში მუშაობს, ვინც მის გარეშე არის. და ეხლა გადავცემ მაშინ სიტყვას გიორგი მუხიგულიშვილს, რომელიც არის ჩვენი ილიანის დოქტორანტი და რომელიც არის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და მესვეური იმ სამუშაოსი, რომელზეც მე ველაპარაკებ. მადლობა. მოგესალმებით ყველას. ილიანის უნივერსიტეტთან მაქვს 2010 წლიდან შეხება, იმიტომ რომ ერთ-ერთი სამაგისტრატურის დიპლომი სწორედ ილიანის უნივერსიტეტიდან მაქვს, საერთაშორისო ურთიერთობები ევროპის მცოდნეობიდან და მას შემდეგ მომიწია უკვე 2013 წლიდან დავიწყე ილიანის უნივერსიტეტში სწავლება სხვადასხვა საგნების, მათ შორის ჩვენი პროგრამის მიმართულებით, რომელზეც
ბატონი მურმანი საუბრობდა ენერგეტიკის მართვა და მდგრადი განვითარება და თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ილიას უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ შენობა და ის, რასაც ასე აღიქვამენ ხოლმე ზოგადად უნივერსიტეტს, რომ ახსენებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ილიას უნივერსიტეტი არის იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ შენობები, იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ ის პროგრამები, რაც ვითარდება. ეს არის იმდენად მოქნილი და საინტერესო სხეული, მოდი ასე ვიტყვი, ილიას უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად დინამიურია და განვითარებადი არის. განსხვავებით ბევრი სხვა უნივერსიტეტისგან, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, რეგიონში და ზოგადად. იმიტომ რომ ბევრ ქვეყანაში მისწავლია და მისწავლებია კიდეც და აი ეს თავისუფლება სწორედ მაქედან რჩებოდა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ დავიწყეთ სამაგისტრო პროგრამაზე მუშაობა ენერგეტიკის მართვა და მდგრადი განვითარება, იმდენად მოქნილი იყო და მხარდაჭერას იმხელას გრძნობდით ადმინისტრაციიდან და ზოგადად ილიას უნივერსიტეტიდან, რომ გაგვიადვილა ეს პროცესი, მიუხედავად ძალიან დიდი ბარიერებისა, რომელიც კარგად ვიცით, რაც ხდება ხოლმე ზოგადად ახალი პროგრამების შემუშავების პროცესში. და ილიას უნივერსიტეტი იყო ერთადერთი, რომელმაც აი ესე მოქნილად სწრაფად და ახალი სიტყვა თქვა ჩვენი მიმართულებით ენერგეტიკაში, იმიტომ რომ მსგავსი მიმართულება ზოგადად მდგრად განვითარებაზე საუბარია, როდესაც პირველად მივიტანეთ, ძალიან საინტერესო იყო რეალურად მაშინ ხარისხის ცენტრშიც კი ამაზე საუბარი, რომ მდგრადი განვითარებაო სათაურშიო უნდა დაასაბუთოთო, რატომ გჭირდებათო ქვეყანაში, იმიტომ რომ არც ერთ სხვა პროგრამას მსგავსი რამე არ აქვს და აი სწორედ ილიას უნივერსიტეტი იყო ერთადერთი პირველი, სადაც აი ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა, კვლევები და ჩვენი სტუდენტები დღეს უკვე კურსდამთავრებულები, მაგისტრატურა კურსდამთავრებულები მუშაობენ ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებით, დაწყებული ენერგეტიკული ბალანსებზე მუშაობით, დამთავრებული ენერგეტიკის პოლიტიკით შემუშავებით ქვეყნის სხვადასხვა სტრუქტურებში, როგორც საჯარო, ისე არასაჯარო მიმართულებით და ამითი ყოველთვის ვამაყობდით, რომ აი ეს ჩვენი რაღაცა პატარა წვლილი შევიტანეთ დარგის განვითარებაში. ბოლო 5-10 წლის განმავლობაში განსაკუთრებით, როდესაც ახალი ტენდენციები, ან მეგატრენდები დაიწყო მსოფლიოში, პოლიტიკურს რო თავი დავანებოთ, ტექნოლოგიების განვითარებამ, კლიმატის მიმდინარე ცვლილებებმა ყველაზე განსაკუთრებული კვალი რამაც დატოვა და გავლენა მოახდინა დღეს არსებულ მდგომარეობაზე, ვთქვათ, განათლების სფეროში მათ შორის, არის ის განვითარება, რომელიც დღეს ხდება. მაგალითად, ამ ორი მთავარი ფაქტორი, რომელზეც მინდა ვისაუბრო ამ ეტაპზე, ეს არის კლიმატის ცვლილება და ტექნოლოგიური განვითარება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალ აზროვნებას, რომელიც არის მწვანე გადასვლა, ხო, ეგრეთ green transition-ი, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია და არ არის ეს შორი ან მოკლე საშუალოვადიანი ხედვის თემა, ეს უკვე რეალობა არის ჩვენი და მწვანე განვითარებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, აქ განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს ინტერდისციპლინური საგნების და ზოგადად პროგრამების განვითარება. და ამ შემთხვევაში ილიას უნივერსიტეტი იყო ერთი ძალიან კარგი ნათელი წერტილი იმისთვის, რომ ერასმუსის პროგრამების განვითარების თვალსაზრისით და მხარდაჭერით, როგორც სტუდენტებისთვის, ისე ლექტორებისთვის, იმიტომ რომ მე 2013 წლიდან მიწევდა სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა უნივერსიტეტებში ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, როგორც ილიას უნივერსიტეტის მასწავლებელს მესწავლებინა ჩემი მიმართულებით, ხო, ეს იქნებოდა ენერგეტიკის ეკონომიკა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგეტიკული პოლიტიკა და ასე შემდეგ. და ამან მოგცა ზუსტად ის დაგვარწმუნა იმაში, რომ დღეს რეალურად გვჭირდება ქვეყანას ახალი სამაგისტრო პროგრამა, საერთაშორისო ინგლისურენოვანი, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში და ამ რეგიონზე, როდესაც საუბრობ, მოვიაზრებ ცენტრალური აზია, სამხრეთ კავკასია, შავი ზღვის ქვეყნები, სადაც აი ამ ქვეყნებიდან მომავალი მკვლევარები და სტუდენტები სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლიან განახლებადი, ენერგოეფექტური და მწვანე სუფთა ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობებს და იმუშავებენ ისეთი მასშტაბის რეგიონულ პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას. ამის მაგალითი არის დღეს შავი ზღვის კაბელი შეიძლება გსმენიათ, ხო? შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე მიდის მუშაობა, რომელიც ითვლება მსოფლიოში ერთადერთ ყველაზე გრძელ და საკმაოდ მოცულობით
გადამცემ პროექტად, რომელიც ხელშეუწყობს აზიას, სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ელექტროენერგიის გაცვლის შესაძლებლობას მისცემს. ეს არის ინოვაციური პროექტი თავისი გაგებით ყველაფრით, რომელიც არა მხოლოდ თვითონ პროექტი წარმოადგენს როგორც ინოვაციას, არამედ ხელშეუწყობს თავისუფლივ ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებას რეგიონში. და ეს პროექტი შეიძლება ჩავთვალოთ იყო ერთ-ერთი სტიმულიც თუნდაც იმისი, რომ რეგიონში სხვადასხვა პოლიტიკური ძვრები, მაგალითად ის, რომ დღეს რომ სომხეთში ატომური ელექტროსადგური, რომელიც ძალიან მოძველებულია და ახლით უნდა ჩანაცვლდეს, სწორედ ამაზე იყო ინიციატივა, რომ თუ ის იქნებოდა ევროპული, ამერიკული დიზაინის და ახალი ტექნოლოგიით შემუშავებული და განვითარებული, ამ შემთხვევაში ექნებოდა წვდომა ჩვენ კაბელზე, რომელიც საქართველოსთან ვთქვათ ხდება შავი ზღვით გავლით ევროპასთან დაკავშირება ელექტროენერგიის, ხო? და ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ აი ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც. აქვე მინდა აღვნიშნო ის, რომ მწვანე გადასვლის პროცესი რამდენად მრავალფეროვანი არის თავისი არსით, იმიტომ რომ ის უწყობს ხელს არა მხოლოდ თქვათ ახალი პროგრამების საგანმანათლებლო კურსების და იმების შემუშავებას, არამედ ახალი სამუშაო ადგილები ჩნდება ბაზარზე, რომლის კვლევაც და ძიებაც არის მნიშვნელოვანი აკადემიისთვის, ინსტიტუტისთვის. ილიას უნივერსიტეტი ამ ხრივად ძალიან საინტერესოა იმ კუთხით, რომ არც ერთ თავის ახალ პროგრამას, ახალ კურსს არ ნერგავს ისე თუ წინასწარი კვლევები ამ კუთხით არ აქვს ჩატარებული. ამ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ თავიდანვე იყოს ვთქვათ მიზნობრიობა განსაზღვრული პროგრამის შემდგომში დასაქმების თვალსაზრისით სტუდენტებისთვის და როდესაც საუბრობთ აი ამ მწვანე გადასვლის საკითხებზე და ახალი პროგრამების შემუშავებაზე, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენაზე, ამ შემთხვევაში ილიას უნივერსიტეტი იმითი არის მნიშვნელოვანი, რომ მოქნილი არის ერთის მხრივ ადმინისტრაცია სწრაფად რეაგირებს ამ არსებულ ცვლილებებზე ბაზარზე, სამეცნიერო მუშაკები, ანუ ამ შემთხვევაში პროფესორ-მასწავლებლები სწრაფად ახდენენ ამაზე რეაგირებას და ახალი პროგრამების თეორიულ და პრაქტიკულ განვითარებაზე ფოკუსირებას და საკმაოდ დიდია კავშირები ილიას უნივერსიტეტს დასავლური განვითარებული ქვეყნების უნივერსიტეტებთან. როდესაც ერასმუსის ფარგლებში მქონდა მე პირადად შეხება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, როდესაც ვასწავლიდით, ხო? მახსოვს განსაკუთრებით ცენტრალური აზიის და ჩვენი მეზობელი ქვეყნების უნივერსიტეტების პროფესორები გამოთქვამდნენ ხოლმე სურვილს, რომ რამდენად საინტერესოა მათთვის საქართველო, არა მხოლოდ იმით, რომ აი მრავალფეროვანია და სამოგზაურო და ტურიზმით არის ძალიან კარგი, არამედ მათთვის გარკვეულ ცენტრს წარმოადგენთ განათლების თვალსაზრისით. ამიტომ პატარა ქვეყანას, როგორც საქართველოა, დიდი ინდუსტრიული განვითარების შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, შეზღუდული აქვს, მაგრამ როგორც განათლების ცენტრი, განვითარების ცენტრი, ტექნოლოგიური ჰაბი, ამ ხრივ თავისი პოზიციონირება ფიქრობ, რომ აუცილებელია და მნიშვნელოვანი არის. ნაწილობრივ აქვს ასე თუ ისე გაგება არსებულ პოლიტიკაშიც გვაქვს გარკვეული მესიჯები ჩადებული, რომ გვინდა გავხდეთ ტექნოჰაბი, შუა დერეფნის განვითარების რაღაცა ისა, მაგრამ რეალურად რა კეთდება, აი ესაა მთავარი. ამ შემთხვევაში აქ გვინდა რომ განათლების როლი გამოვკვეთოთ, თუ რამდენად არის განათლება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელშემწყობი ფაქტორი სწორედ იმისთვის, რომ ქვეყანა იქცეს განვითარების ცენტრად, ხო? განათლების ცენტრად, ტექნოლოგიური განვითარების ჰაბად. ვისაუბრებ ასევე იმაზეც, რომ აი მაგალითად, როდესაც ისრაელში სწავლობდი და მომიხდა იქ თქვათ ამ ტექნოლოგიების მიმართულებით სწავლა, ძალიან პატარა რაღაცა ინსტიტუტი, რომელიც შუა უდაბნოში იყო, ხო? არავას ინსტიტუტზე მაქვს საუბარი, იყო ნათელი წერტილი მთელ აი იმ უდაბნოში, იმიტომ რომ სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ ისეთ ტექნოლოგიებს ჯერ კიდევ 2013-14 წლებში ჩემი სწავლის პერიოდში, რომელიც დღეს უკვე რეალობად იქცა, ხო? წყალბადის ტექნოლოგიები,
ბზის ელექტროპანელების სხვადასხვა დიზაინი, რომელიც აქამდე ჯერ ბაზარზე არ იყო გამოსული. ამიტომ იქ კვლევა და დანერგვა ჯერ კიდევ 10 წელზე მეტი ხნის წინ მიმდინარეობდა. ამიტომ საქართველოს ამ კუთხით აქვს შესაძლებლობა, როგორც გეოპოლიტიკური რესურსი, ასევე ადამიანური რესურსიც, ხო? იმიტომ რომ ილიას უნივერსიტეტისნაირი აკადემიის და ზოგადად სასწავლო ინსტიტუტის ეს ერთი ხელისმოსმით გაქრობა ჩათვალეთ, რომ ძალიან ბევრ პრობლემებს შექმნის გრძელვადი ამ პერიოდში, არა მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის, ზოგადად რეგიონისთვის, იმიტომ რომ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი ნათელი წერტილია ჩვენი განათლების სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდებოდა და ხელს უწყობდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის ქვეყნებში. მაგალითად, ასევე მაქვს ერთ-ერთი სამაგისტრო დიპლომი ICT-ის სკოლიდან, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან, რომელშიც სადაც სწავლის დროს მახსოვს ჩემი ჯგუფელები იყვნენ მეზობელი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და დღეს ძალიან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა გვაქვს იმ მხრივ, რომ აქტიურად თანამშრომლობთ ერთმანეთთან სხვადასხვა დარგში. და ამ ჩემ თქვათ კურსელებს და მებს ნახავთ არა მხოლოდ თქვათ ენერგეტიკის მიმართულებით, ეკონომიკის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. ეს უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ რეფორმის პროცესი იქნება თუ ზოგადად განვითარება უფრო დაჩქარებულად, უფრო ეფექტურად შეიძლება განხორციელდეს, სწორედ იმის გამო, რომ ერთმანეთის კარგად გვესმის. და ჩვენი სტუდენტებზე, როდესაც საუბრობდი, რომელიც 2015 წლიდან დავიწყეთ ჩვენი პროგრამა სამაგისტრო და 2024-ში შეწყდა ჩვენი სამაგისტრო პროგრამა, ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 60-70-მდე სტუდენტი გამოვუშვით, სამაგისტრანტი, ხო? და საინტერესო იყო ის, რომ ჩვენი მაგისტრატები, როგორც უკვე აღნიშნე, ენერგეტიკული ბალანსებიდან დაწყებული, ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართულებიც არიან და მუშაობენ როგორც ჰიდროპროექტებზე, მზის სადგურებზე, ქარის სადგურებზე და ასე შემდეგ, მოკლედ ბევრი მიმართულებით. და როდესაც მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ როგორ გადმოვიტანოთ და რა უნდა გაკეთდეს, თქვათ ეს ევროდირექტივები იქნებოდა, რეგულაციები იქნებოდა თუ ასე შემდეგ, კომუნიკაცია გაცილებით უფრო მარტივი იყო ამ შემთხვევაში ამ ადამიანებთან, იმიტომ რომ ერთმანეთის უკეთ გვესმოდა. და ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი სწორედ აი ამ პროცესში იყო ის, რომ თუ ერთმანეთის კარგად გესმის და ერთ ენაზე საუბრობთ, უფრო ეფექტურად განახორციელებთ რეფორმასაც, ხო? და როდესაც ახალზე ვსაუბრობ, ახალ პროგრამაზე, რომელიც გვინდა რომ განვითარდეს ეს ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, მახსოვს ჯერ კიდევ ლიეტუვაში, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური აზიის ქვეყნების ყაზახეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი და სხვებთან მქონდა საუბარი, რომ რამდენად იქნებოდა მათთვის საინტერესო ესეთი პროგრამა და ჩვენთან თანამშრომლობა, რომ თქვათ საქართველოში ილიას უნივერსიტეტში ესეთი პროგრამა შექმნილიყო, რომელიც თქვათ მომავალში ისეთ თანამშრომლობას უზრუნველყოფდა, სადაც მომავალი პოლიტიკის გადაწყვეტილების მიმღები პირები ჩვენი კურსდამთავრებულები იქნებოდნენ და ექნებოდათ თქვათ აზროვნება და ზოგადად ნამუშევარი რეგიონული მასშტაბის ენერგეტიკულ პროექტებზე, ხო? წეგან ვახსენე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, წყალბადის ტექნოლოგიები, რომელზეც მილიარდობით ევრო და დოლარი არის ახლა გამოყოფილი ცენტრალურ აზიაში ამ ტექნოლოგიების განვითარებაზე, მეზობელ ქვეყნებში, ახლა აზერბაიჯანიც კი, რომელიც ძალიან მდიდარი არის ნავთობითა და ბუნებრივი გაზით, ისიც კი უკვე დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ როგორ განავითაროს ენერგიის განახლებადი წყაროები და ჩვენი ამ ხაზით გაიტანოს ევროპის ბაზარზე. აღარ ვსაუბრობ ახლა სომხეთზე, რომელიც ისედაც შეზღუდული აქვს თავისი წიაღისეული რესურსები და უფრო მეტად ფიქრობს ენერგიის განახლებად წყაროების განვითარებაზე. თურქეთზეც ამ მიმართულებით ისიც დაინტერესებული, ამიტომ შესაძლებლობები საკმაოდ მაღალი არის, უნივერსიტეტს აქვს ამის რესურსებიც და შესაძლებლობაც, რომ ესეთი პროგრამები შექმნას, განავითაროს და ხელი შეუწყოს. ეხლა მთავარი არის ერთი, რომ ხარდაჭერა იყოს ხალხისგან და ხელისუფლებისგან, იმიტომ რომ განათლებას უნდა შეუწყო ხელი და არა პირიქით მისი დეფორმა განახორციელა. მოკლედ მინდოდა ამაზე მეთქვა, მადლობა კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობისთვის, რომ თქვენთან ამ საკითხებზე გვესაუბრა და აი ბატონო
მადლობა გიორგი. მე მინდა კიდე ერთი მაგალითი გავიხსენო ინტერდისციპლინური კვლევისა, რაც ჩვენ უნივერსიტეტში ჩავატარეთ, ეს მოხდა 17-18 წლებში და კარგი მაგალითია, რომელიც ენერგეტიკის და მის კავშირებს აჩვენებს სხვადასხვა მიმართულებით. მოგეხსენებათ, ჩვენ რესურსები ბევრი არა გვაქვს ენერგეტიკული, ამიტომ ერთ-ერთი ბიომასა არის გამორჩეული, იმიტომ რომ მას ვიყენებდით და ვიყენებთ კიდევ აქტიურად და ამ ბიომასის პოტენციალის დადგენის კვლევა გქონდა გასაკეთებელი იმისთვის რომ გაგვეგო ჯერ ერთი რა წვლილს შეიტანს ენერგეტიკაში და შესაძლებელი რა არის, რამდენია ეს და რა კავშირი აქვს სოფლის მეურნეობასთან, სატყეოსთან და ასე შემდეგ. ამისთვის ჩვენთან არის ხალხი, რომელიც მუშაობენ GIS ტექნოლოგიებზე. მაშინ დრონები არ იყო ესე გავრცელებული, როგორც ახლა არის და სტრატეგიული მნიშვნელობის არ იყო, რაღაც პირველი 1-2 დრონი იყო და იმის საშუალებით ხდებოდა და პირველად ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ დრონებით გადავიღეთ ტყეები, მასივები გადავიღეთ და ასევე სასოფლო სამეურნეო სავარგულები, რამაც მოგცა მერე ზევიდან უკვე შეფასების საშუალება თუ რამდენი ნარჩენი ბიომასა იყო იმ ტყეებში. ასევე კვლევა გაკეთდა მაშინ, როდესაც დისტანციური ზონდირების საშუალებით ფერების ანალიზით ხდებოდა შეფასება ტყეების მდგომარეობის, რაც ასევე იძლეოდა საშუალებას მისი აღწარმოების შეფასების. ანუ აი ესეთი კავშირები არის ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მულტიდისციპლინარული კვლევები. ამის საფუძველზე მერე სატყეო დეპარტამენტმა დაიწყო ძიება დრონების იმისთვის, რომ დახმარებოდა თავის ეგერებს, რომელიც ტყეში ყავთ, იმისთვის, რომ დაეცვათ ტყე ბრაკონიერებისგან. და მაინც მინდა დავამთავრო ერთი იმით, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მდიდარი არც ენერგეტიკული რესურსებით, არც სხვა მინერალური რესურსებით. ჩვენი თავისთვის შეიძლება გქონდეს და მცირე ცადოდ გავიტანოთ, მაგრამ ყველაზე მდიდარი რესურსი ჩვენი არის გონება, ინტელექტი, განათლება. ეს შეგვიძლია ნიჭი. ეს შეგვიძლია განვავითაროთ, ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ და ასე გასინჯეთ ეს საექსპორტო პროდუქტიც არის, იმიტომ რომ ის უცხოელი სტუდენტები, რომლებიც ჩვენთან ცოდნას ყიდულობენ და მიდიან, ეს არის ეკონომიკის ერთ-ერთი მიმართულება, იქ უამრავ სხვა გვერდით ეფექტებს იწვევენ. და არ დაგვაუწყდეს, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა მუსხელიშვილის, ვეკუასი, ბერიტაშვილის, უზნაძის, ფიზიკოსი ვარ და ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ალბერტ თავხელიძის, რომლებმაც ნოდარ ამაღლობელის, რომლებმაც საერთაშორისო დონის პროფესიონალები, საერთაშორისო დონის მეცნიერება შექმნეს და განავითარეს. ჩვენ არ შეიძლება ეს დავივიწყოთ, ჩვენ აქ უნდა დავბრუნდეთ და ეს არის ჩვენი გადარჩენის გზა. ამისთვის უნდა გქონდეს უმაღლესი განათლება ხარისხიანი, არადანაწევრებული, პროგრესული და გონიერ მართვაზე დამყარებული. მადლობა ყურადღებისთვის.